გავიხაროთ, სულიერი წინსვლა მოგცეთ. წინსვლა შეგულისხმება ისო განვიწმინდოთ, სულიერად გავძლიერდეთ, წმენაში გავძლიერდეთ, მეტი ვილოცოთ, მეტი ვიფიქროთ მარადიულზე და ჩვენი სულიერი მდგომარეობა უფრო მაღალ მდგომარეობად შევცვალოთ. ანუ ქრისტიანის ცხოვრება მუდმივი უფრო და უფრო წესით თუ ნახტომებით არა მცირედ მაინც უფრო მაღალ მდგომარეობაზე ასვლა უნდა იყოს ვიდრე არის. ანუ უფრო მისი ხარისხობრივების მდგომარეობა უფრო მაღლა უნდა ავიდეს ვიდრე ზიარების შემდეგ, ხო? და ღვთისმსახურება ეს არ არის უბრალოდ მოვალეობა, ხო? ეს არის ჩვენი ცხოვრების საზრისი. ეს არის გარედან მოხმოვლი ვალდებულება, გინდა არ გინდა უნდა ღვთისმსახურებაში იყო და ღვთისმსახურია ყველა ქრისტიანი, მარტო სასულიერო პირზე კი არ არის ლაპარაკი. ღვთისმსახური არის ყველა ქრისტიანი თავისი ცხოვრების წესით, აზრით, სიტყვით თუ საქმით, თავის ცხოვრებაზე, თავის განხდობაზე, თავის სულიერ წინსვლაზე თანხმობას უაცხადებს და ღმერთს ემსახურება და თავისი ჯვართვირთველობით თავის მსხვერპლს სწირავს, ხომ? აზრით, სიტყვით თუ საქმით, სიყვარულებრივ მსხვერპლს. ამიტომ ეს არის გარედან თავსმოხმოვლი ვალდებულება, ეს არის სულის მდგომარეობა. როგორც სასულიერო პირობა ეს არის თანამდებობა რაღაც, ან პროფესია, ხო? ან რაღაც ესეთი მუშაობა რაღაც ადგილზე, ხო? ეს არის სულის მდგომარეობა, ცხოვრების წესი, ყოფიერების ერთადერთი მისთვის მისგან ღვთისთვის მინიჭებული, მაგრამ თავისუფალებით არჩეული და მოთხოვნილი და ნავედრებადი, ასე ვთქვათ, ცხოვრების ეგზისტენციის ფორმა, რომელიც მას მიეც. ანუ სულის მდგომარეობა, სულის სამშრომლისა და სხეულისა. მთელი ცხოვრების, მთელი მისი ყოფიერების, ასე ვთქვათ, მდგომარეობა და არა რაღაც გარედან მოხმოვლი და ფორმალური წესების მიმდევრობა არის და რიტუალური თანმიმდევრობა რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, პროტოკოლური წესებისა, მექანიკური სულიერებით და რიტუალური, ასე ვთქვათ, ფორმალიზმით. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი რაღაც გარკვეულ სულიერ მდგომარეობაში ვართ. ეს სულიერი მდგომარეობა არის რა? ეს არის ღვთის წინაშე ყოფნა, დღისით და ღამით, დიდება უფლის, მამის და სულიწმინდის, ჩვენი ჯვარცმერთობის აღსრულება, სიყვარულში გაზგერება იმედში და სარწმუნოებაში. ანუ სარწმუნოებაში, სასწრება იმედში და სიყვარულში, ესე შეგვიძლია ვთქვა. და რომ ეს არასოდეს არ დაგვაუწყდეს. თუ რა არის ჩვენში მოცემული ეს ხატება, მარადიული, ნამდვილი ჩვენი ბუნება რა არის? ეს არის ნაპერწხალი ღვთისა, რომელიც მოგვეცა ღვთისაგან. აი ეს რომ უნდა ეს ვეცადოთ რომ აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში ეს უცოდველი, მკვდავი, ეს ნაპერწკალი, რომელიც უნდა გაღვივდეს და ღვთაებრივი ცეცხლით, ხელთუქმნელი ენერგიით, რომელიც გამოდის ღვთის არსიდან, იგი ამ გზით უნდა ჩვენში გამონადდეს და ის ხატება, რომელიც მოგვეცა, მსგავსებად უნდა იქცეს და ახალი ადამიანი უნდა იშვეს ჩვენში. ახალი ადამიანი. ქრისტემ მხოლოდ თქმა უნდა განაგთობს, მაგრამ გარედან მარტო კი არა ალამაზებს და რემონტს კი არ უკეთებს ადამიანს ესე ტექნიკური ენით რო, არამედ მას ახალ ადამიანად ქმნის, მის ექსტერიერსაც და ინტერიერსაც, მის გარეგან ცხოვრებასაც და შინაგან ყოფასაც გარდაქმნის მას და მასში სულ სხვა ახალ ადამიანს ბადებს. ამიტომ არის ქრისტეს შობას რო გესასწავლოთ, ხომ ჩვენში ჭეშმარიტების შობას, გამწმენდელი ტკივილებით ქრისტესთან მიახლებას, განწმენდას, ჩვენი სულიერი ნეტარების ოკეანეში შესვლას, რომელშიც ჩვენ მეს არ ვყარგავთ, ამას გესასწავლოთ, ამასაც ხო, სხვა კიდევ ასპექტთან ერთად. ჭეშმარიტება თვითონ უფალია. ჭეშმარიტება ის არის, ვინც ჩვენ გვწამს და ჩვენ გვწამს ქრისტე, ჩვენ გვწამს ჭეშმარიტება, ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტე თვითონ ჭეშმარიტებაა. თვითონ არის სიცოცხლე, თვითონ არის გზა. ამიტომ თვითონ ქრისტე გვწამს, ჭეშმარიტებისა გვწამს, ქრისტეს ჭეშმარიტების და რომელიც თვითონ არის. და მზად უნდა ვიყოთ ყოველთვის, რომ აზრით თუ სიტყვით თუ საქმით ეს გავადასტუროთ ჩვენს ცხოვრებაში. და ეს დიდი ამითი უფალი კი დიდ და უზარმაზარ ენერგიას მოგცემს და გვაჩუქებს დაუმსახურებელ წყალს ჩვენთვის მოცემს. მას არ ენანება ჩვენთვის არაფერი. და არაფერს ასე ვთქვათ ჩვენთვის არ დაიშურებს. ამიტომ ვეცადოთ, რომ აი ამაზე ვიმუშაოთ, სულიერ ვიმუშაოთ, მას გულისხმობ, რომ ამაზე ძალისხმევა მეტი დავხარჯოთ ამაზე. რასაც მეტ ძალისხმევას დავხარჯავთ, რასაც მეტად დავიხარჯებთ ლოცვაში, მარხვაში, ზიარებისთვის მომზადებაში, განათლებაში, ქრისტიანულ განათლებაში, წმინდა წერილების კითხვაში, ხო, დაუშვათ და მის გააზრებაში, მის განმარტებების, წმინდა მამის მიერ მოცემულ განმარტებებში, ჩაღრმავებაში
რასაც მეც დავმორჩილდებით უფალს, თავს დავიმდაბლებ ღვთის წინაშე, მით უფრო განთავისუფლდებით ამ გარშემოხვეული და სმოგივით ჩამოწოლილ ნეგატივისაგან, რომელიც მთელს ამ აპოკალიფტურ დროში მთელ ჩვენს ხალხზე ჩამოწოლილია ეს ნეგატივი, ეს უარყოფითი, ხო? ეს რაც ჩამოწოლილია, ეს ყველაფერი გადის და იხსნება შემდეგ და მზის სხივი, ქრისტეს ნათელის სხივი, ნათელო ჭეშმარიტ უძახით ქრისტეს, ის აღწევს ამ ჩამოწოლილ ღრუბლებსა და ამ ტოქსინებში, რომლებიც ჩვენ გვიშლის ღმერთთან მიახლოებას, ათასნაირი ტოქსინებია, დაწყებული კერპთაყვანისმცემლობიდან, დამთავრებული ნივთების გააკერპებით თუ ჩვენი ეგოცენტრული ცხოვრებით თუ სულიერი თუ ვთქვათ ემოციონალური თუ ფიზიკური შხამებით, რომლებიც უხვად თავს გვახვევია და ზოგჯერ გონია ერთი, არის სინამდვილეში მეორე, სინამდვილეში არის რაღაცა გონია კარგი, სინამდვილეში სხვა რაღაცით არის შეფუთული, ასე რომ სიყალბე, სიცრუე, ორბირობა, ესეთი უშუალოდ რომელსაც ვერ წაღმა უყურმა მხარის განურჩევლობა, ესეთ მახსოვს ერთი ტანსაცმელი იყო მაჩვენეს და რაღაც ესეთი ტანსაცმელი იყო რაღაცა მოსახურებით წვიმის და რა კარგი ის არის მეთქი და წაღმა რომელია მეთქი, ესეც წაღმაა და ისიც წაღმაა. არ მინდა მეთქი დიდი მადლობა მეთქი რა, იმიტომ რომ ასეც წაღმაა და ისეც წაღმაა, კარტი ხო გინახია გადმოაბრუნე წაღმაა და ხეს ნატურალური შედარება. იქიდანაც წაღმა და უკუღმა პირი რო არ აქვს ადამიანს და ვერ გაიგებ იდენტიფიკაციას ვერ უკეთებ, ეს არის უკვე მასტური რაღაც. აი იქიდან შემოდის, ის არის ესეთი ნიღაბი. დასასმელივით არის, ეს ვთქვათ ხო, შესამოსებით. თუმცა არც წაღმა პირი აქვს, ორივე წაღმა არ შეიძლება იყოს. ერთი უნდა კონდეს ადამიანს, ღვთის ერთი პირით, ერთი გულით ადიდოთ. ეს გაორება ამბივალენტურობა, ეს ორპირიანოსობა. საიდანაც შესასვლელიც არის, გამოსასვლელიც არის. ესიც არის, ისიც არის, ესეც არის. აქედანაც გიღიმის, იქიდანაც გიღიმის. ნუ ეს არ არის რაღაცა აქ უკვე დუალიზმთან არის, რომელიც პირდაპირ ბოროტი რაღაც გაორებისაკენ მიგაქრანებს. მაგ ხსენდება კიდე იგავი, ნუ ხა ეს პირდაპირ არ დავაკავშირებ, მაგრამ ლაფონტენის იგავი მახსენდება სინდიოფალას და ღამურის შეხვედრა რო არის, როდესაც სინდიოფალა ხო რომელიც წინაშეც ღამურას დღე ხო ძინავს დაეძინება და ჩამოვარდება ამ ძილში ქარი დაუყარებს და სინდიოფალას ზუსტად სოროს წინ და გამოვარდება სინდიოფალა ეს საკარგი ჩიტი ჩამოვარდა ზუსტად უშრომელად არც მიწვალია არც მიშრომიაო აგერ წინ შესანიშნავი სადილი ჩამომივარდაო უცებ მოიფიქრა საცოდო ღამურამ რომ პროტესტი განეცხადებინა რას ლაპარაკობ რომელი ჩიტი მევა რომელი ფრინველი მევარ, მე ფრინველის ხორცი ხო უყვარს სინდიოფალას, რომელი ფრინველი მევარ. ვერ ხედავ რომ თაგვივარო. თუ ისე შეარწყვინა, მოკლედ ეს სინდიოფალას ბოდიშები აღთევენ, თუ იგაურა. დაანება თავიდან რომ გაშალა ფსები და წავიდა. გაფრინდა და გადარჩა ესე, ანუ არა ვარო ჩიტი. ვარო, თაგვი. შემდეგ გავიდა ხანი და იგივე ღამურა ასევე გადაეყარა სხვა სინდიოფალას. როდესაც მან დაიჭირა, გაება ბუჩქებში ეს ღამურა საწოდავი და სინდიოფალა გამუძრა მეორე სხვა და დაიჭირა და რა კარგი თაგვი დავიჭირეო, ესო რა ბედნიერება, საზრდელი და საჭმელი პირდაპირ ხელებში ჩამივარდაო. გაახსენდა ამ საწოდავ ღამურას, რომ თავისი ძველი სტრატეგია და უთხრა რას ლაპარაკობ? მეო რა თაგვი ვარ? არ ხედავ რომ გაგანებული ფრინველი ვარო? გაქანებული ფრინველი ვარ და რა ფრთები მაქვს და როგორი გაფრენა შემეძლია და როგორი ფრინველი ვარო? რას და რა შეურაცხყოფას მაყენებს რომ გააწითლა მოკლედ ეს საწოდავი და გააწითლა რას და ბოდიშები აღწევინა სულ კარგი ფრინველი ყოფილი ხარ და როცა არ მე თაგვი მეგონი გაუჩ წავიდა ამასობაში გაფრინდა. ასეთი სტრატეგიით გადაიჩინა თავი. არც ის არის, ხო ქართული ინგლისიც ხო არის ლექსირო. მაგრამ საერთოდ ბიზახი რატო აი რო ვერ გაიგებ, ხე სხვა თემაა, მაგრამ რო ვერ გაიგებ რა არის. სხვა შორის ეს იგავები ძალიან დიდ სიზნეს ატარებს. კიდე სხვა იგავებიც შემიძლია ხომ მოყვება, მაგრამ ეს იგავი მე მგონი ნამდვილად ეხება აი ორპირ ადამიანებს, რო ვერ გაიგებ ვინ არის, რა არის. გონია გიღიმის, თურმე ნიღაბია. გონია ერთგულია, თურმე სხვა რაღაცა მოხსნინი გავს, თურმე გონია რომ ის არის, ნიღაბი არ არის, ეს სხვა აი ნამდვილი სახე, ისიც ნიღაბი ყოფილა, კიდე ნიღაბი ყოფილა, ვერ გაიგებ იქნება. აი ამიტომ თვალებში შეხედეოდა თქვა თვალებით იცნობთ მათ თვალებით
ეხლა ეს სხვა თემაზე გადავედი, მოკლედ გლოცავთ ახლა მოვემზადოთ ჩვენი განწმენდა, ჩვენი მომზადება, ზიარების წინ, ჩვენი ასე ვთქვათ, ყველა შერიგება ყველასთან, ყველას და ჯვარი გადავსახოთ შევუნდოთ, მოვიქცეთ მეტად კიდევ უფრო ქრისტიანულად, სხვასაც შევუნდოთ, ჩვენ თავსაც შევუნდოთ, ვაპატიოთ და წინ ვიაროთ ესე ნამდვილად და თანდათანობით, რაც უფრო შემდეგ თავის შედეგებს გამოიწვევს. დრო ერთმა იცის, როდის რა მოხდეს. ჩვენ ვხედავთ მცირე ფორმატს, დრო უფალი ხედავს მარადიულობას. ამიტომ მარადიულ პერსპექტივაში ყველაფერი სულ სხვანაირად ჩანს, ვიდრე ჩვენ გონია ამ დროებით პერსპექტივაში. მაგრამ მანდა დაგვაქვს, რაც დროში ვთესავთ, რასაც დროში ვიდენთ, ვთესავთ, ის მარადიულობაში დახვდება. ამიტომ ვინც აქ შეკრავს, შეგვიძლია დახვდება იქ, ვინც აქ გახსნის მოინადოს, გახსნილი დახვდება იქ და ეს დიდი თემაა კიდევ. მოკლედ შემდეგში ვისაუბრებთ. გლოცავთ, ხმალთ მისე ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.